დეპუტატი და ასევე როგორც თავისუფალი დემოკრატების ხელმძღვანელი იცით რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას როგორ გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონისა თუ ჩვენი რაიონის განვითარებაში. ეს დარგი სრულად უგულებელყოფილია არსებული ხელისუფლების მხრიდან. როდესაც ჩვენ ჩამოვაშორებთ ამ ხელისუფლებას და დავიწყებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ოცნების აღთენას, პირველ რიგში დავიწყებთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის. იცით რომ საქართველოს ეს არის აგრარული ქვეყანა. დღეს, როდესაც უკვე ასეთი მკაცრი ზამთარი გამოიარა ჩვენმა მოსახლეობამ და იცით გუბიაში ეს ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა წელს. დადგა დრო, რათა გლეხი მიუბრუნდეს მიწას და რაღაც დოვლათი შექმნას. სამწუხაროდ ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩვენი მოსახლეობისათვის და არავინ ხელისუფლებიდან არ საუბრობს აი ამ უმძიმეს პირობებში ჩაყენებული გლეხების რაღაც შეღავათებზე. არავინ არ საუბრობს იმ დახმარებებზე, რა დახმარებაც უნდა გაეწიოს ასეთ პირობებში ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობას. ისინი გარკვეულ რაღაც მაღალფარდოვანი რიტორიკით არის შემოფარგლულნი, ისინი საუბრობენ რომ დაიწყეს სოფლის მეურნეობის განვითარება, შესაბამისი სტრუქტურები ჩამოაყალიბებენ, მაგრამ რეალურად, კონკრეტულად, აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ. ამიტომაც ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ასეთ პირობებში ვალდებულია ეს ხელისუფლების მოვალეობა არის, რომ დამატებითი სახსრები გამოიყოს, რათა თითოეულ მოსახლეს დაეხმარონ აი ამ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. ეს ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება ამ დახმარების გაწევა, ეს იქნება მექანიზმების საშუალებით, ეს იქნება საწვავის შეძენის ან შეხიდებით თუნდაც რაღაც საწვავის ღირებულებასთან. უამრავი ფორმით შეიძლება აი ამ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. თავი არის რომ ეს იყოს ნება. აქ მე აღნიშნე კიდეც იმ ვაუჩერის აქცია, რაზეც გქონდა. ეს აბსოლუტურად ეს სხვა, ეს იყო პიარ აქცია, ეს ვაუჩერი. ჯერემერტი ეს ვაუჩერი არ დარიგებია იმ ადამიანებს, როგორც გააჟღერა ხელისუფლებამ. ეს დაუბრუნდა აბსოლუტურად ყველა და არა იმ ადამიანებს, რომლებიც მიგმული არიან მიწასთან და რომლებმაც ეს ვაუჩერები უნდა გამოიყენონ მიწის დამუშავების მიმართულებით. ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი პიარ აქცია და მე ვთქვი, აი ასეთი საკითხებით უნდა დაინტერესდეს კონტროლის პალატა, რომლის მოვალეობაც არის ეს სახსრები არის ბიუჯეტიდან, ეს არის ჩვენი კუთვნილი სახსრებიდან გაგებული თანხები. რომლის პიარსაც აკეთებს პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა. აი ეს საკითხი უნდა შეისწავლოს კონტროლის პალატამ. ეს არის მოსყიდვის ფაქტი, ჩვენ ვეუბნებით პირდაპირ და დაინტერესდნენ. და თუ კი ისინი ობიექტურობაზე რაიმე პრეტენზია მათ გააჩნიათ, მაშინ მოსახლეობა კარგად გაიგებს, ვინ არის რეალურად საქმის მკეთებელი და ვინ არის პიარ აქციის მკეთებელი. ამ ხელისუფლებისგან ჩვენ რა თქმა უნდა გონიეს არაერთხელ მithქვამდა რაღაც კარგს მოსახლეობისთვის სასარგებლოს ჩვენ არაფერს არ ველოდებთ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ, ჩვენ ვაიძულოთ ხელისუფლება რომ სანამ არიან ჯერ კიდევ ესენი ხელისუფლებაში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ რამოდენიმე თვე არის დარჩენილი რაც ისინი ხელისუფლებაში შეყომდებიან ასე ვთქვათ. ამით ჩვენ აუცილებლად ჩამოვიშორებთ. აი ამ პერიოდშიც გვინდა ჩვენი ძალისხმევა მიმართოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მაინც გავაკეთებინოთ ჩვენი მოსახლეობისათვის. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის აზრი. ალბათ გამგონი გაიგებს და თუ კეთილი ნება იქნება ხელისუფლების, თუ კი დახმარების სურვილი არსებობს, საშუალება ყოველთვის გამოიძიება.